ზურაბჟვანია მოკლეს, რომ საფერფლე ჩაარტყა თავში. ასე მე კი არ ვამბობდი. ეს თქვა აი საგაზეთო პუბლიკაცია არის. მე რა წერია? ბადრი პატარკაცშუა თქვა. ბადრი ეს თქვენი მაუბრობდით, რომ საფერფლე ჩაარტყა თავში. ბადრი პატარ მე არ ვინახავს ბატონო, მე არ ყოფილა მან. მე ვთქვი რომ ბადრი პატარკაცი შემო თავის დროზე, ეგ ძველია ხო? დიახ, ძველია, დიახ. თავის დროზე თქვა, მე მითხრა პირადად საუბარში, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ იკამათეს პრემიერმა და პრეზიდენტმა და პრეზიდენტმა გაბრაზეულმა ესროლა საფერფლე, რომელიც მოხდა თავში. მე ხო არ მინახავს ეს. და რატო ამბობდით თუ არ გინახავთ, რატო მაგალითად არ მინახავს, მითხრას ბატონო. ჭორს ავცელებდით ბატონო ვალერი? რატო ხო წაიგითხე რატო მითხრა პატარა შეიძლება ბევრმა ვინმე გითხრათ. მე ვარ მესამე დღე ვარ პოსტალიონი ამ შემთხვევაში. აი 7 ნოემბრის შემდეგ ხაინდრავას დაჭერა რომ უნდათ, მაგაზე ხო საუბრობდით თქვენ რომ ერთ-ერთი სამხედრო ჩინოვნიკი მოკლეს ჭანკვეტაძე. კი. აი ეს ახლა იმას იცავთ თქვენ ვისაც აბრალებდით არ ვიცი ვინ მოკლა. არ ვიცი. იმ ხელისუფლებას გვადანაშაულებდით თქვენ. ხელისუფლება იცი რა ამდენ წახნაგიანია? მრავალი. დიახ. და არ საქმის კურსი არის ყო ამ ყველაფერში მიხეილ სააკაშვილი ამას არ ვიცი ბატონო, ყოფილიყო საქმის კურსი. მე რო ყოფილიყავი ქვეყნის პროკურორი, არც ეგ მაგ კითხვას პასუხს გაუცემს არ დავუპირებდი. იმიტომ პროფესიონალურად გამოვიძიებდი. არ იქნა გამოძიებული და პოლიტიკური ბრალდებები წაუყენეს და პოლიტიკური ბრალდებები ყოველთვის იქნება ქარაფშუთა ბრალდებები ხო? მე ხო გამოვავლინე. თქვენც გამოავლინეთ და თქვენ იმ დროს მე მეკითხებით არა ვარ მე პროკურორი. თქვენ იმ დროს მოგიწიათ ქვეყნიდან ასე ვთქვათ წასვლა, გაქცევა, რაც გინდა დავარქვათ. გამოგაცხადეს თქვენ აგენტებად, სახელმწიფო გადამტრიალებლებად, ამას პირდაპირ სააკაშვილიც ამბობდა, რომ რუსეთის აგენტები იყავით ეს ადამიანები. ამბობდა კი ბატონო. ამბობდა თქვენ როდის უნდა დავიჯეროთ სააკაშვილის მაშინ როდესაც თქვენ აგენტად გაცხადებდათ და კიდევ სხვებს რომ რუსეთის აგენტები იყავით თუ დღეს უნდა დავიჯეროთ რომ ის ამ მდგომარეობაშია და ყველაფერში მართალია როდის იყო სააკაშვილი როდის იყო მართალი მაშინ როდესაც თქვენ აგენტებად გაცხადებდათ და თუ დღეს მაშინ არ იყო მართალი მაშინ მაგალითად ბოდიში მოიხადა მაგრამ როდესაც ჩვენ ნახეთ და ეგ საკითხი იყო ზუსტად ჩემი შეხვედრის ამოცანაზე რომ არა მარტო აგენტი არამედ ის რომ ვინ მოინდომა ჩემი ლიკვიდაცია ქვეყნიდან გაძევება გაგიკვირდება და თქვენმა ხელმძღვანელებმა ბიძინა ივანიშვილი ჩემი ხელმძღვანელი არ არის ბიძინა ივანიშვილი თქვენ სპატაშვილის თქვენ ამბობდით რომ გულდაწყვეტილი იყავით რომ ბიძინა ივანიშვილმა არ გაგიკარათ თქვენ გსურდათ ბიძინა ივანიშვილთან ახლო ურთიერთობა და არ გაგიკარათ ეს დავით აკუბარდიასთან თქვით თქვენ გინდოდათ ივანიშვილთან ახლო ურთიერთობა და არ გაგიკარათ ლოგიკაში ჩამიწვიდეთ თქვენი სიტყვებია რომ ბიძინა ივანიშვილთან გინდოდათ დაახლოება და არ გაგიკარათ აუცილებელი ხალხი არა აუცილებელი ყორდანღურო ეხლა რომ მეტყვით მე გაგცებ ბუნებრივია მე ზათ ვიყავი ყველა ხელმძღვანელთან მეთანამშრომლობ ხო და ბიზნესთან გინდოდათ ახლოს ყოფნა და არ გაგიკარათ თქვენ და რაბე გაცხადება მიმართები არა საჯარო თეთერში თქვით თქვენ რომ არ გაგიკარათ პირიქით ბაღან თქვა გორში ჩემზე ცუდი ამბავ და უჩივლე სასამართლოში ერთ ხოლმე არა თქვენ თქვით თეთერში მე თქვი რომ ახლა ზათავარ დაუშვათ ვითანამშრომლო ნებისმიერ თვითონ ათანამშრომლო აი ახლა ვინა ქართულად რომ რა ვითანამშრომლობე მეცვიდა ოღონ კაი საქმე დამანახო რომ ვაკეთებ არა ბიზნესა არ გამიკარაო თქვენ თქვით ბატონო ვალე ვაიმე რას ბრძანეთ არ გამიკარა სავთქვი კავკასიაზე დავით აკუბარდია ხო დაუშვათ ეგ სიტყვა თქვი არ გამიკარავ რას ნიშნავს და არ გამიკარა მივედი აუტალახე ვინმე მიუგზავნა არ ვიცი ახლა გამოიყვანეთ ეს თქვენ უნდა ახსნათ ეგ არ ვიცი იმ ადამიანმა რომ მე მივედი ბიზნესზე მიმიღე ბატონო ბიზნესზე არ მიმიღო მაგრამ არ ყოფილა ეგეთი ამბავი გასაგებია თქვენ იმასაც ამბობდით რომ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია სურდა წინა ხელისუფლებას ყოდუას ადანაშაულებდით დღესაც გიქცოთ რომ ბადრი პატარკაციშვილი უნდა მოეკლა ყოდუას მე მაშინაც ვიყო დღესაც ეჭვი მაგრამ გარდაცვლილია მე ვფიქრობ დღემდე რომ ბადრი პატარკაციშვილი არის მოკლული ვისი მხრიდან რუსეთი მაშინდელი ხელისუფლება არაფერ შუაში არ იყო საქართველოსი მქონდა ეჭვი მაგრამ გამოირიცხა ანუ არაფერ შუაში არ იყო გამოირიცხა ეს ეჭვი ყოდუას მოუხადეთ ბოდიში ყოდუას ცხოვრებაში არ მინახავს არა აბრალებდით რომ მოკლა უნდოდა ადამიანს და თუ დააბრალებთ ახლა რომ მკვლელია წამაკითხეთ სად ვაბრალებდი კი აქ თქვენი საერთოდ ყოდუას უნდა მოკლა ყოდუა იყო ჩართული მისი რა ზიგონებთ რა წამაკითხეთ თქვენი განცხადებებია გაეცა წამაკითხეთ სად მაგა პროვოკაცია არ არის ყოდუას საში ადანაშაულებდით ყოდუას ადანაშაულები იმაში რომ ყოდუამ ინსპირაცია გააკეთა არარსებული დანაშაული ანუ 155 მუხლია პროვოცირება დანაშაულის ხისი პასუხისგებაში მეცემის აი კლასიკური ნიმუში იყო ეს ჩემთან საუბრობდა თავიდან აგვეცილებინა მოსალოდნელი გაყალბებები იწევდა მონტაჟს აკეთებდა და მე მემავრალებდა ვითომ ჩვენ ხალხს გამოიყო და გადავატრიალე ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნები მიდიოდა
ამისი ფაბრიკაცია გააკეთა, ამას ვედავებო და ამას ვედავებო დღესაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანუ მზალოვან სტრუქტურებს ადანაშაულებდით თქვენ იმ დროინდელს, რომ უნდათ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია. ლიკვიდაცია, აი გეტყვით ახლა მე. რაც არიცით, ასე ზეპირად. ამიტომ ხართ აქ რომ გაგვაგებინოთ რაც არიცით ბატონო. არაფერ პროკურატურაში არა, ტელევიზიაში. ტელევიზიაში ხარ და საქმეებას აინტერესებს. ბადრი პატარკაციშვილთან კოდუასთან მე დაწერილიც მაქვს, ჩვენებაც მაქვს მეცემული ამაზე. გასვლა უნდა და კოდუაზე, რომ პირისპირ შეხვედროდა იმისათვის, რომ ბადრი პატარკაციშვილს ქონა ჩანაწერი, რომ ერთ-ერთი ქართველი მაღალ ჩინოსანი პოლიციელი უკვეთავდა ბადრი პატარკაციშვილის კვლელობას, რომ ვიღაც ჩეჩენს, მისი სახელდაგვარი დადგენილი იყო. მაგრამ იდენტიფიკაცია ამ ხმისა არ იძლეოდა საშუალებას პიროვნების დადგენის. ამიტომ უნდა კოდუასთან შეხვედრა, რომ ეს ფირი მოესმენინებია და ხმა მოეცნო, ვინ იყო ეს მაღალ ჩინოსანი, ვინც ამ კვლელობას უკვეთავდა. გარდა ამისა, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ლონდონში იყო ჩასული 4 სპეცსამსახურის წარმომადგენელი, რომელიც მის მარშრუტებს დაყვებოდა და ამოწმებდა. ეს არის ინფორმაცია. მაგრამ ეს ინფორმაცია საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებების შედეგად არ გადამოწმდა, არც მაშინ, არც მის მერე, არც ეხლა და ჩემ მიერ მიწოდებული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოების მიერ რეაგირების გარეშე დარჩა. აი ეგ არის და მე მივაწოდე დეტალური ინფორმაცია დანაშაულის მზადების თაობაზე, მაგრამ თქვენმა და ჩემმა სახელმწიფომ არ გამოიძია. ეხლა მე მედავებით აგედავებით კითხვას გიხდით ბატონო ვალერი. ტელევიზიაზე გაწვდით ინფორმაცია თქვენ არის ძიება. ბატონო ვალერი, მე გეკითხებით, მე არაფერს არ გაბრალებთ. გთხოვთ განმარტებებს, რაღაცა რაც არ ვიცით, პროფესიონალი იურისტი ხარ და გვაინტერესებს თქვენი პოზიცია, რა არის აქ საწყენი ვერ ხვდები. ბატონო ვალერი, ოპონენტები კადრებს ატრიალებენ ასლანთან რო ვიყავი. ასლანთან იყავი, ხო და ეხლა ის საზოგადოებას რატო ატრიალებენ? ასლანაბაში ცუდი რამევქენი ფული ავიღე. ანუ დინგევნე ფული აიგეთქვით გიგიტრავაკეთე, რა გავაკეთე? ფული აიგეთქვით გიგითხრათ ვინმე? ანუ რა არის? გიხარით მე ფული კომენტაციას ეწევით. ასლანაბაშიძე რომელიც იყო დაპირისპირებული მიხეილ სააკაშვილთან იყავით მასთან. არა, მიხეილ სააკაშვილი ბაში მოდი ასე ვთქვა. ბადრი პატარკაციშვილი დაპირისპირებული იყო. ერთი წუთი მომახინჯებთ ისტორიას, მე ვამაყობ მაგ ისტორიას, შენ მიმახინჯებ მაგ. აგი მახინჯებთ, გთხოვთ განმარტება. მიმახინჯებ, იმიტომ რომ მე ასლანაბაშიძე იმ დროს ვიყავი, რომ პრეზიდენტი იყო არა სააკაშვილი, არამედ შევარდნაძე. მე რო წამოვედი აბაშიძიდან. ჯერ კიდევ სააკაშვილი იყო იუსტიციის მინისტრი, არავითარ პრეზიდენტი არ ყოფილა. ნუ ამახინჯებთ ისტორიას. მას ამახინჯებთ, ჩვენ ის გითხარით, რომ იუსტიციის მინისტრობის დროს არ წამოხვედით და მერე წამოხვედით, ეს ითქოს. აბა იქ პრეზიდენტი ასლანაბაშიძე სააკაშვილთან იყო და არ იყო. მე რო წამოვედი, პრეზიდენტი არ იყო სააკაშვილი. ასლანაბაშიძესთან იყავით დაახლოებული პირი. დაახლოებული პირი კი არ ვიყავით. მუშაობდით ოფიციალურ თანამდებობაზე. დაახლოებული ჯიბის ბიჭი იყავით. დავწერე აჭარის კონსტიტუცია. ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყავით, რომელიც თქვა დასანახავად ვერ იტანდნენ სააკაშვილი და პატარკაციშვილი ერთმანეთს და ახლა სააკაშვილი და პატარკაციშვილი. ამას რატო ივანიშვილთან არ ახართ და იმიტომ და რო იყოთ არა ის არ უნდა გავიგონოთ. არა, ვინგენია რომ ყოფილიყავით ივანიშვილთან, იმასაც მიტყოდი, მაგრამ არ იყავით, თქვენ თვითონ თქვით რომ არ გაგიტარათ. მე როდესაც ვიყავ როცა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, მაშინ ვიყავ საქართველოს პარლამენტის წევრი. მე მქონდა ორი პროექტი. ერთი მქონდა რომ ორპალატიანი პარლამენტი შექმნილიყო და კონსტიტუციური რეფორმა განხორციელებულიყო დე ფაქტო ტერიტორიების შემოსაერთებლად, იურიდიულად კი არა, პოლიტიკურად. და მეორე იყო სასამართლო რეფორმა. ჩემს გარდა ნუნავენ უტრაბახავს, ეს საკითხები არავის არ წამოუწევია, არც მაშინ და ეხლაც მკვდარია ეს თემა. ეხლაც მკვდარია ეს თემა. ეხლა არის სასამართლო რეფორმა, ან ეხლა გვაქვს ორპალატიანი პარლამენტი? ხო, მოკლედ სააკაშვილმა მე მითხრა რომ კი ბატონო რეფორმა საჭიროა, მაგრამ ჯერჯერობით ადრეა. ხო, ამაზე მოგვივიდა კამათი. შემდეგ როდესაც ამ რეფორმის ჩაუტარებლობამ გამოიწვია ის, რომ კონვეიერებით იქცა სასამართლო სისტემა და აი ყოველგვარი ასე თქვა აზრი ქონდა დაკარგული სასამართლოებში საქმეების განხილვას და კონვეიერული წესით იჭერდნენ ადამიანებს და ამ წესებდნენ ციხეებში. ეს იყო ყველაზე დიდი, ესე ვთქვათ, გადახრა სახელმწიფო პოლიტიკისა, რომელიც განხორციელდა სააკაშვილის დროს. მაშინაც ვაკრიტიკებდი, ეხლაც ვამბობ, ეგ არ უნდა გაკეთებულიყო. სააკაშვილმა ხელისუფლება დაკარგა და მისმა გუნდმა სწორედ აი ამ გადახრის გამო, თორედ მას რომ რეფორმა გაეკეთებია, დღესაც ხელისუფლებაში იქნება დარწმუნებული ვარ და თქვენი ტელევიზია იქნებოდა ისეთ დითირამბებში, ისეთ ქებადიდებაში სააკაშვილის, რომ რა ვიცი, ისტორიის გმირად აქცევდით,
რომც არ ყოფილიყო, მაგრამ დამარცხებულ კაცებისთვის, აი რა თქვენი მორალი. ავატყოფ კაცებისთვის. ადამიანი რომელსაც არამედ ღონეკი არ აქვს მიხდილი, არამედ იმ საფრთხის წინაშე დგას, რომ შეიძლება ხვალ ჩვენ რო გავიღოთ ცოცხალი აღარ იყოს. აი ამ ადამიანს ებრძვით. მე რატო ვებრძვით? თქვენ ებრძვით, თქვენ. ბატონო, მორალი არ აქვს, დაცლილი ხართ მორალის. მორალისგან არ გინდათ ეს პიროვნული შეურაცხყოფები სათან დარიგო პასუხი არა, მე არ ვაყენებ შეურაცხყოფებს. ახლა მე მაყურებელს ვեմ პატივს რომ არ პასუხობთ, თორემ იმიტომ მე და თქვენში მორალებისგან ვინც არის დაცლილი, ეს მაყურებელმა გასაგებია. განსაჯოს. ასლანაბაშიძესთან რო იყავით, პატარკაციშვილთან რო იყავით, ახლა მიშაკარად. ქართულ საქმეს ვაკეთებდი, მაშინ არ ვიცი რა საკეთებდი. ქართულ საქმეს ვაკეთებდი დღეს. სააკაშვილი სააკაშვილი თქვენ აგენტს გიწოდებდათ, აგენტს გიწოდებდათ. არა, აგენტი ვინ აღმოჩნდა მე, აგერ იმანდელი ხელისუფლება ნახეთ. რუსეთის აგენტს სააკაშვილი გიწოდებდათ, ახლა ჩემ მორალზე შეცდომაში იყო შეყვანილი. არ ვიცი რა იყო, ის განმარტება უნდა გააკეთოს, რომ შეცდომაში იყო მაშინ. მე გამიკეთა განმარტება. საზოგადოებამ გაიკეთეთ განმარტება. თქვენ მიხართ. მე პიროვნება ვისაც მან ჩემზე თქვენ ჩემზე მეტი რითით? ჩემზე თქვა და იმიტომ თქვენ ვინ ხართ რომ მეუბნებით? თქვენ იმაზე მეტი ხართ? საკითხებს თქვენ ვინ გეკითხებათ? მადლობა. მადლობა რომ მოხვდით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. არა, ეს გინდოდათ, ხო, თქვენ რომ ჩემი გაშავება. ბატონო ვალერი. გაშავება. ეს არის თქვენი ტელევიზიის დედლაინი? რომ სააკაშვილთან ადვოკატი, აი როგორ კადრულობ ამას? რომ მე ვარ ადვოკატი. მე მონაწილეობ ხოლმე მის უკრაინის დაცვაში. არ მონაწილეობ მის პოლიტიკის დაცვაში. და მაშავე თითქოს მე დამნაშავე. ანუ თქვენ არ უნდა გკითხოთ კონკრეტულ საქმეებზე. კითხეთ, რაზე გაღიზიანი 7 ნოემბერზე? აღიზიანი, იმიტომ რომ კადრები ნახეთ. 7 ნოემბერზე კითხეთ იმ საქმეებზე, რომელსაც მას ედავებიან და თქვენ აქეთ მორალზე მელაპარაკებით და დიდი ბოდიშით, მაგრამ ეს მაყურებელმა გასაჯოს მორალი მისდევს, იმიტომ რომ თქვენ რა არის იცი ტრიბუნა გააქვს და მოროდად იყენებთ. რატო გიყენებ მოგიწვიეთ ბატონო ვალერი კითხვებს გისვამთ პირდაპირ ეთერში. თქვენ ვისმოდით პასუხი გასცეთ, გაგვიხართ პიროვნულ შეურაცხყოფაზე. მოიყვანეთ ვოლსკი, დაუსვდეთ კითხვები. სად იყო სააკაშვილის ხელისუფლების დროს? რატო არ მოგხავ? მე არც ვოლსკი ვარ. არა, ვოლსკი ვერ გაუბედავ და იმით. მე იმას ვერ გაუბედავ. მე გამიბედავ, იმიტომ ხელისუფლებაში არ ვარ. აი მე შეგანვალე. თქვენ შეგიძლიათ რორჩება ეთერი. გადაახვიოთ სხვა ჩემი ეთერები და თუ ვინმეს რამე კითხვა ვერ დაუსვი, მაშინ მითხრათ. არა, იცით რა, თქვენ ოპოზიციასთან ხართ მაგარი. ოპოზიციასთან რატო ვარ მაგარი? სუსტ ადამიანებთან ხართ მაგარი. რატო ვარ სუსტ ადამიანებთან ხართ მაგარი? ხო? რუსეთს არ მეგონა თუ ასე მოგეშლებოდათ ნერვები. მე რატომ მომეშალა? მოგეშალა არ მომშლა. ბატონო ვალერი, გითხარით ეხლა თუ თქვენ ბიოგრაფიაში ეს რამენაირად აკმინებს, არ ვიცით რომ ბადრი პატარკაციშვილთან იყავით, ასლანაბაშიძესთან იყავით, ახლა მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს იცავთ და რა არის ამაში? პოლიტიკურად თქვენ ეთხოვარაშვილთან ვარ. თქვენ ალბათ მე ვიცავ მას. ხო და მე ეხლა რას გეუბნებით ეხლა პოლიტიკა ხო გაქვთ ურთიერთობა? მე კანონი მავალებს ადვოკატის შესახებ, რომ როდესაც ადამიანი ხო, თქვენი გადასაწყვეტია ახლა ვისი ადვოკატი იქნებით, ვისი არა. ჩვენი დაგჭირდება. ჩვენი ჩემი სამართლით, თუ დაგჭირდება. მე გამაჭიროს, მადლობა. დაგჭირდება. მადლობა. ეჭვია შეგეპაროს. რატომ წევლით კაცო, იქ ამიდა საფრთხე. პრობლემურია ცხოვრება და დაგჭირდება. მადლობა.